გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ვართ ემემ და დღეს თქვენ მოხდით ჩვენს არხზე. დღეს ჩვენ ვიღებთ ჩვეულებრივ vlogs. იმიტომ რომ არ გვაქვს საერთოდ ვიდეოები და შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. და მოდით დავიწყოთ. მეგობრებო, ჩვენ ახლა შევყვერთოთ სუში. მარის არ აქვს ჯერ გასინჯული. მე ნაჭამი მაქვს ძალიან მიყვარს და გავასინჯებ და არ მინჯერებს რომ ის გემრიელია და ახლა დაიჭირე. ახლა რომ მოვიწამლო რა ვქენ. 15 წუთში დაგებრუნდებით. მოკლედ, შევუკვეთეთ სუში და ახლა ველოდებით, უყურებთ MasterChef-ს. რაღაც ნამცხრობი მივირთვით, უკვე არ ვარ მომკვდარიყავით შიმშილისგან და ახლა ერთ სასაცილო მომენტს გეტყვით. ხო, ლაივში ვიყავით ცოტა ხნის წინ შესული. სამჯერ შევუკვეთეთ სუში და სამჯერვე გაგოი უქონდა. საბოლოოდ იმ საიტიდან ახლა საიდანაც ვიწერთ. მოდის სუში ჩვენთან ღმერთო, გვეღირსა. 2 მეტრიანი ჰოთ-დოგი მარიამით მოვიდა. ჰოთ-დოგ მარი. რაღაცა შევამჩნიე, იმიტომ რომ ზოგიერთ vlog-ში მარტო მე ვლაპარაკობ, ზოგიერთ vlog-ში მარტო მარი ვლაპარაკობს. სულ ესეა, ხო მარი? და აგერ თვითონ სუში. და აგერ ჩხირები. ზუსტად 2. ძალიან კარგი. ალახეს. ეს ნელი დავჭირე. ესე? ეს უნდა. ესე? არა, ასე. შეხედე ერთი დაიდე აქ და მეორე, ой. აი ეს შეხედე. აი შეხედე ეს უნდა და ერთი უნდა მოძრაოდეს, ნახე? კი, რა გაფუჭებული. არ არის, არა, მაგრამ ასეთ სუნი აქვს მაგას. მარიამი გავიდა, კარი უნდა გააღოს. რა გვაქვს ესე იგი? ამის სახელი არ მახსოვს ზუსტად. ვასაბი და თვითონ სუში. კაია. ძალიან მიყვარს. არა, კარგად დაგემოვიდა. კაია. ეს ძალიან მწარეა. არა მწარე. მოკლედ, ეს არის მეგობრებო სუში ფილადელფია. და გეტყვით საიდანაც გამოვიწერეთ. ეს არის გლოვოდან გამოწერა სუშები. აი ესე გამოიყურება. მოგეწონა ხო? ეს არ მომეწონა. რა? ნუ არის რა. არ მოგეწონა? ისე რა. დედიკო მოვიდა. იგი მიო. რატომ აქ ლაკის გემო? ეს იცისთვის არის? სხვადასხვა სუშები რომ იქნება. ეს გემოს გასა ნეიტრალებელთა. თვალი მითამაშე. გავსინჯე სუში. რა? არ მოეწონა. მე გეტყვი შემშაბეჭდა. რა თქმა უნდა გასინჯული მქონდა მე ადრე სუში. და მე მომეწონა არის რადგან არ ქონდა გასინჯული. შეიძლება პირველი შტაბეჭდები ცოტა ესეთი იყოს. თქვა უცნაური. აუ, იმის სუნი აქვს ვალიდოლის. ის რა არის? შეიძლება მარის არ უყვარს თევზოვალი და იმიტომ არ მოეწონა. მიყვარს მაგრამ. Okay. მოკლედ და კონკრეტულად. ხრენ.